გამჯეროდეს, რაღაც დაგვიძნი და მართლა წამოვიდეთ. ხოდე. კი, ჩამოვედით. მოიცა, სად არ წავსულ ვართ? აუ, იმდენ ადგილას. აუ, რამასი ადგილია. და რა კაი ჰაერია. აუ, სასტუმრო რა ქვია? ეჩივითის სასტუმრო აბასთუმანი. ეჩივითის სასტუმრო, აბასთუმანი. კი, თბილები წამოვიღე. აუ, არ შევიდეთ, ერთი სულ მაქვს შიგნიდან ვნახო და ხედებიც დავათვალიერო. აუ, რამას ფოტოები გამოგვივა აქ. ო, მეც მაგრამ აინტერესებს. მირეკავდა, გადაურეკავდა მოვალ. კონი მაგას სხვა მეგობრები ყავს და მაგით ავარდა შეთანხმება. აუ, ნუ ბოდიალო, ბრა. ანა? ვაიმე, რამე დავაშავე? აქ რა გინდა? დედას წამოვყევი. დღეს აბასთუმანში მოდიოდნენ. აუ, რა მაგარია, ჩვენც აქ ვართ ყველანი. მე, მარიამი, ნიკა, ალექსანდრე, დაჩი, ლაზარე. შენი მეგობრები, ხო? უი, ხო, შენ ხო არ იცნობ. ისე არ გინდა გაგაცნობ, მაინც აქ ვართ ყველა და ერთად უფრო მაგრა გავერთობით. კი, რატომაც არა? აუ, ბოდიში ნიას მოპასუხებორი წამით. კი. ხო, ალო. ეს იმდესიზავს გეფიცები ერთხელაც ჩატეხავს ამ ბუთილს. რა ჩავტეხავ 300 კილო გიერო. ბევრიც არ გიკლია. ეგრე რა, დაგვიგმდა ლაზარე თავისი იუმორით. შენ და მარიამი შერიგდით? კი, ბოდიშიც მოუხალე. ილიასთან რა ხდება? არაფერი, არ მილაპარაკია. ბიჭო, იცი რა მაინტერესებს? ამდენი ხანია კარატეზე დადიხარ. ერთხელის მოსმით ილიას მოსვავ ეგრევე და რატო არ აკეთებ? ეგ ყველაზე დიდი შეურაცხყოფა კარატისტისთვის და არა მარტო კარატისტისთვის. მართალია, ვინც კარატეზე, ბოქსზე, ჯიუ-ჯიტსუზე ან მსგავს სპორტზე დადის, ქუჩაში ხო მიაგზალებათ? ესე არ გვეკრძალება, თავდაცვა შეგვიძლია, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ძალის გამოყენება შეიძლება. ნუ მაინც არის ღირსების შელახვა ქუჩაში ჭკუა. აუ, რა მაგარი წესია. მეც მომინა კარატის ცხოვრება. კაი, გავისეირნებ და მოვალ. მიდი. ხო, კარგად ხარ. კი, შეტები მაინტერესებს, სანამ გოგოები დალაგდებიან. კი, ფოტოებსაც ჩაგიგდებთ. კაი, გაკოცე. აუ, ბუდიში ნია იყო ვერ გაუთიშავდი. არა უშავს. რას ყვებოდი? ხო, წამოთ ჩვენთან ერთად გაგაცნობ ბავშვებს. დედასთან ერთად უნდა ვისადილო. აი, მაშინ ჩვენ გავისეირნებთ ერთ-ორ ადგილს დავათვალიერებ და მერე გამო, კაი? შევთანხმდით. უი, ჩემი დედაშვილიც აქაა.
ჩვენ სკოლაში სწავლობს. მგონი თქვენი პარალელური კლასელია. მართლა ვინ? ილია? შენებები დამწყდომა ხდება. ამასა ქრომონდა. ლაზიკა? აქ რა გინდა ბიჭო? მithვალე? კი, და გარეთ სპეცრაზმი მელოდება. ობიექტი აქა, შემოდით აიყვანეთ. მიღადავები ბიჭო? ინგლისურის ამბავი ჯერ ვერ მომინელები და კიდე აქეთ მეკაიბები? აუ რას გინდა ისკენ? თუ გინდა წამოდა თოლში ვიჭყობოთ, მაგრამ აღარ ვაპირებ შენი შანტაჟის სატანას. რა იყო? ვეღარ ასრულებ ჩემ დავალებებს? მიხდი რომ მოსარგებლო და პრობლემის მომტანის მეტი არაფერი არ ხარ და დანებდი? რა ქენი ელაპარაკე მამას? გამარჯობა. კი, ველაპარაკე. ეს ლაზარია, ჩემი პარალელური კლასელი. რა გითხრა მამა შენმა? რავი, მანქანაში ნახე თუ არ მგონია დაგჩენოდათ. მანქანაში ხო ნახე ჩვილო უკვე და ხო იმას ვქენით, დავქეკეთ თქო ვერ უთხარი? ბოდიშით მე დაგტოვებთ, მეგობრები მელოდებიან და გერგიშვილი. ემილი, გამოდი, იცი რა მაგარი სურათები გამოდის? ვიცი, შენ გონია მე არ გადავიღე სელფები? აუ, ხა მაგარ რაღაცას ვაჩვენებ. მოვდივარ. წამო ჩავიდეთ ცოტა გავერთოთ. წამო. Sé quien te dejó, pero amor créelo, tienen un par de vidas, ese sería yo. Tienes que doler, pero ya déjalo, que no es como todos y nadie es como yo. Si tú estás loco, te pongo a tremendo flow. მოემზადეთ. Ready por go, tú solo y caramelo, me lo besas tan rico como tú, baby. Yeah, y es que mata con esa actitud te porta mal. Yeah, que solo le haga el favor, lo que el corazón, pero no le da. ამ ხელა ბიჭები ხართ რა დურს თქვენი ციგა. აი, დაჯექი, ნახე რა მაგრა ასწორებს. რა ხარ? კაია, ხო აბას თუმარ. ხო, თან სასტუმროში მოგე გამიმართლა. ვა, ლაზარე, წამით რა. ვა, მაგრა ერთობით. რა ხდება? არ მინდა ჩაგიშხამო კარგი დღე, მაგრამ ანა აქ არის. ანა ვინაა? არავინ, მოკლედ, ილია აქ თავის დედასთან და დეიდაშვილთან ერთად. ვიცი და არ მაინტერესებს. კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრა. გისმენ? ანა დაუპატიჟეთ ჩვენთან საღამოს და ავტომატურად ილიას დაპატიჟებას გამომივიდა. რა? რატო აუხერხული სიჩუმე? ნეტა რატო? მეთქი ბიჭო. რა მეთქი ბიჭო? კარგით ეხავსო, რა კარგი საღამოა და სისულელეებზე ჩხუბში ნუ გავატარებთ რა. მართალია. პინგ-პონგი არ გინათ? მე კი. მოგებულს ხვდები.
პინგ-პონგი უნდა ითამაშოთ ორმალია, დანარჩენება ვუყუროთ? არ მაწყობს. აიჰო. ისე ვინა გინდათ გამოხვიდეთ? ვა, რა კარგი კითხვა. მე კოსმოსში შესწავლა მომწონს. ალბათ მაქ სფეროში გავყვები მეცნიერებას. რა მაგარია. მე ფეხბურთელობა მინდა. ქალბატონებო და ბატონებო, ცვლება ბარსას შემადგენლობაში. ნომერი 10 ლამინ იამალი გამოდის სტადიონიდან და შედის ნომერი 7 დაჩი. ჰანიამ შენ? მე ჯერ არ ვიცი, ჟურნალისტობა მომწონს, მაგრამ ცოტა საშარო საქმე მგონია. მოგიხდება მართლა. დიახ, ემილი, ახლა მე ვიმყოფები სიტუაციის ეპიცენტრში. ვითარება ამჟამად 7-ია. მარიამ, როგორც ხედავ თქვენ გვერდით, ზის თვითმხილველი. ორიოდე სიტყვა რო კითხოთ? დიახ, ემილი, ბატონო, ვერ მოგუყვები რა მოხდა? არ ვიცი არ ვარ ამბობ. შენ რა გინდა გამოხვიდე? მე? ხო. რავი, რა მნიშვნელობა აქვს? აქვს. რავი, მე სუკალად ბრთელობა მინდა და. დაიჭირე. რა დავიჭირო? წარმოსახვითი ბურთი გესროლე, როგორც მარიამი იყო, წარმოსახვითი ჟურნალისტი. მივხვდი. მოიცა? რა შორს გადავარდილა. ილია თოთოძე ატყობს ერთ კაცს, მეორეს, მესამეს. აუ თუ ჩაგდებ სამქულიანს. გაიქ სკოლა და აუ კურტკა გავხიე. მაგრამ მაგარი სამხულიანი ჩააგდე. ხო, ეხლა გესმისდე? ხო. კი, არ იჭერდა. კი, მარშმელლოუები ვჭამეთ. კაი, ხო ისი მსხვენია. კაი, ხო. ტკბილი, წავედი. რაო მამა? რას ნიშნავს არ დაგირეკავს? დაგავიწყდა შვილო? იცი რა ამხელა საქმე მიფუჭდება შვილო? იმიტომ რომ შენ დაგავიწყდა ლეპტოპის ჩანტაში ჩადება. ბოდიში. აიმე რა ბოდიში შვილო ღმერთო რა დავაშავე რა. აიმე ეს რა არის ბიჭო? კურთუკი გახიე შვილო? რა შემთხვევით შვილო $300 გადავიხადი ამ კურთუკში. ჯახვა რა ფრე შემთხვევით. როდის გახიე ბიჭო, როდის? რაზე ვიფიქრო ახლა? ლეპტოპი რო დაგჭა თუ აქ რო ყირაზე გადადიხარ. რაზე ვიფიქრო შვილო? ბოდიში. ვაიმე აღარ მინდა ამდენი ბოდიშები შვილო, აღარ მინდა. ამხელა კაცი ხარ და მხოლოდ პრობლემებს მიქმნი. ადე კირთი ჩაიცვი გაიმზადე გავდივარ გარეთ. ეს ბუნებაზე საოცარი რამ არის არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს